იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთი. ასე აფასებს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების საგარეო კურსს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში წარდგენილ შესწორებას პლატფორმა X-ზე თავად ასახსნის. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიიღებული იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით. არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არც ერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე სხვა ფორმით იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება. კონგრესმენის მიერ წარდგენილ შესწორებას 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დოკუმენტის საბოლოო დადასტურება სჭირდება მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატის სხდომაზეც. ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პასუხის მოლოდინში მყოფი ქართული ოცნება შესწორებას საინფორმაციო ხმაურის შექმნის მცდელობად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი წინამორბედი დოკუმენტების ბედს გაიზიარებს. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორი საინფორმაციო ხმაურის ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორს ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს, რავით, ეს ხმაური გადაევლის და მე რასაპირებენ. იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას. ჯო ვილსონს აქვს ერთი აზრი და ერთი მიზანი. რომ აი ამ ნაცმოძრაობას დაეხმაროს იმაში, რომ როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში. ახალი რეზოლუცია, ახალი წინადადებები, ახალი მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ სნონ და ასე შემდეგ, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ. საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს წაათრევს ომისაკენ. ვაშინგტონში მიღებულ შესწორებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ოპოზიციაში. მაგალითად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მსგავს ნაბიჯებს უნდა მოხვეს მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების დასანქცირება. პარტიებში ლელო და გახარია საქართველოსთვის საუბრობენ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეებზე, იმ შემთხვევაში თუ კი, როგორც ამბობენ, ხელისუფლებაში დიდხანს დარჩება ქართული ოცნება. ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნების გულისხმობ. მე და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ და ყოველთვის იქნება ამ ლეგიტიმურობის პრობლემა და იზოლაციის პრობლემა. ამ ფორმულირების ჩამატებით სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმდება. შესაბამისად, ფაქტიურად იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მოხდება ამ დოკუმენტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა, რა თქმა უნდა, გაფორმდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდება დაფინანსება და რა თქმა უნდა შეიზღუდება დიპლომატიური ურთიერთობებიც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის ქართულ ოცნებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აი ესეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორების წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313 მუხლთან, რომელიც საჯარო ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უგზავნავს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ძალიან მნიშვნელოვანი არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მილიონების ლობისტებში ხარჯვის მიუხედავად ამ ფაქტს ვერაფერი ვერ ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. ქართული ოცნება ჯო ვილსონის მიერ ინიციირებულ დოკუმენტებს მტრულ აქტად აფასებს. სწორედ ჯო ვილსონია ორპარტიული მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორიც. 2025 წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს ჯერჯერობით არ ჰქონია სამართლებრივი წინსვლა.
ქართველი პარტია მიიჩნევს, რომ ეს აქტი ეგრეთ წოდებული Deep State-ის ქმედებების შედეგია, რომელსაც თავის მხრივ ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობების გაუარესება შედანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ელის პასუხებს თბილისიდან გაგზავნილ ღია წერილებზეც, რომელთა ავტორებიც არიან პრემიერი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ადრესატი კი დონალდ ტრამპი. პასუხად თეთრი სახლიდან ჯერ ისევ დუმილია.